ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ამ წუთებში ბრიფინგი იწყება პროკურატურაში. ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ქვეყნის გენერალური პროკურორის გიორგი გვარაგის. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 2-ზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. პირველი ეპიზოდის შესახებ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში პარლამენტის სასახლისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. შესაბამისად ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით. დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე. ჩატარდა 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის, გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში. 2019 წლის 20 ივნისს საღამოს საათებში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა. სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება. ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მათ შორის 2 მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო 5 მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს. გამოძიებით დაადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამებელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლებები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისაკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.117 მუხლის მესამე ნაწილის M ქვეპუნქტით და 333 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გმადლობთ ყურადღებისთვის. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, როგორც მოისმინეთ, პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. საუბარია ორ ეპიზოდზე. ერთი ეს არის 20 ივნისის მოვლენები და მეორე ეგრეთ წოდებული ჩორჩანას ეპიზოდი. დეტალებს მოგიყვებით მომდევნო გამოშვებებში. განაგზავნებთ გამოშვებას. ავიაკატასტროფაში დაღუპული 18 პირის ხედარი ნაპოვნია. ეძებენ კიდევ ორს. მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია. განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ოპერატიულ შტაბში მიმდინარე ოპერაციას ხელმძღვანელობს. ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გუშინ 2 საათზე აფრინდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და 5 კილომეტრში კატასტროფა განიცადა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავს F-16-ის სათადარიგო ნაწილები გადაქონდა, ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. შექმნილია საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია თურქული მხარეც. ლუკა ჩანგელია ჩაგორთობა ბოლო ინფორმაციით, ის ადგილზე მუშაობს. ლუკა, დეტალებს ველოდებით შენგან. თამარ, ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვიმყოფებით იმ ადგილთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც გუშინ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამ წუთებში აქ ახლაც გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები და ჩვენ შეძლებს და გვარად ახლა შევეცდებით გააჩვენოთ ის ვითარება, რომელიც ადგილზეა. არ ვიცი, ხედავს თუ არა მაყურებელი ამას, მაგრამ ადგილზე იმყოფებიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მეხანძრე მაშველები და კინოლოგები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები ჩართულები არიან ფიზიკურ სამძებრო სამუშაოებში. ძებნაშველის ღონისძიება აქ თითქმის 24 საათიან სამუშაოების პროცესში მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით, რაც უკვე დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმა, უკვე აღმოჩენილი არის 18 სამხედრო პირის ცხედარი, რომლებიც თურქულ სამხედრო თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. პარალელურ რეჟიმში ბუნებრივია კვლავ რჩება მთავარი კითხვა, რამ გამოიწვია თვითმფრინავის ავარიული ვარდნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც სასაზღვრო ტერიტორიას წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. მთელი 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა აზრები მუსირებდა საერთაშორისო მედიაში, მათ შორის სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩამოვარდნის მიზეზი იყო თვითმფრინავში არსებული ასაფეთქებელი ნივთიერება, თუმცა ახლა ჩვენ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, რადგანაც როგორც თურქული მედია, ასევე აზერბაიჯანული მედია იტყობინებიან, რომ სამხედრო თვითმფრინავში იყო მხოლოდ და მხოლოდ F-16 ტიპის გამანადგურებელი აპარატის სათადარიგო ნაწილები, ხოლო ის პირები, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ ამავე თვითმფრინავში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც კონსტრუქცირებას უწევენ მსგავსი ტიპის საშუალებებს. ისინი იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში, 8 ნოემბერს იღებდნენ მონაწილეობას აღლუმში, რის შემდეგაც უკვე ისინი სავარაუდოდ თურქეთში ბრუნდებოდნენ. ამ მომენტში აქ სრულად ქართული მხარის წარმომადგენლები ატარებენ საგამოძიებო სამძებრო სამუშაოებს, რაც შეეხება უშუალოდ მომხდარის გამოძიებას, უკვე შეიქმნა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც თურქული მხარეც არის ჩართული. საქართველოს 24 საათიან კონტაქტშია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დამატებითი დეტალები არ გახდება ცნობილი საქმის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება. უფრო ვცლად, რა თქვა გეკა გელაძემ მედიასთან, ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ. პირველ რიგში მინდა მწუხარება გამოთქვა და მიუსამძივრო გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, რომ გუშინ დაახლოებით 2 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი, სამწუხაროდ 18 მათგანი ნაპოვნია და გარდაცვლილია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მე მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში მიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. ჩვენ შევქმნით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულები არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც ტელეგრამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და
მე დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით ნელა ეტაპობრივად მოგვასწრეთ ინფორმაციას. საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში კვლავ გრძელდება სამძებრო სამაშველო სამუშაოები. დადასტურებულად 18 თურქის ამხედროს ცხედარი უკვე ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია, თუმცა ამის პარალელურად კვლავ გრძელდება ორი პირის ძებნაშველის ღონისძიება. პროცესში ჩართულები არიან საქართველოს თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე მაშველები და კინოლოგები. ადგილზე ასევე მუშაობს სპეცტექნიკა, ვერტმფრენი, რაც შესამჩნევია როგორც ჩვენთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ უკვე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. პარალელურ რეჟიმში კი გრძელდება კონსულტაციები თურქულ მხარესთან ვერტმფრენის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად. მადლობა. შემთხვევის ადგილიდან ლუკა ჩანგელია იყო კურიერის ეთერში. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედროების ვინაობას ასახელებს. Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყნობით წერს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორცვზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების სახელები და ფოტოები გაავრცელა. მათ შორის არიან პილოტი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი, სერჟანტები, საჰაერო შტაბის ხელმძღვანელი და ოფიცრები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის ამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. უწყების ინფორმაციით ჩატაივისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში კონტრტერორისტულმა ცენტრმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი მათი განეიტრალების შემდეგ წლების განმავლობაში ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას. რის შემდეგაც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში სამალავში აღმოაჩინეს ცელსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის ტროტილი. ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები. გამოძიება 5 მუხლით მიმდინარეობს. დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებში სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. შეკრებილ დიპლომატებს სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა. გაიმართა უწყებრივი ჯილდოების გადაცემის ცერემონია და დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დეპუტატები და დედაქალაქის მერი. ღონისძიებას აშუქებს ლევო ჯავახიშვილი, ის პირდაპირ ეთერში ჩაგორთობა, გისმენთ ლევო. რა როლი აქვს დიპლომატებს ეროვნული ინტერესების დაცვაში? ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობასთან ერთად არის პატივი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე განამტკიცო ქვეყნის პოზიციები. პრემიერ-მინისტრიც და პრეზიდენტიც აღნიშნავდნენ, რომ დიპლომატის საქმიანობა ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით. სწორედ პროფესიული საქმიანობის დაჯილდოვდნენ დღეს დიპლომატები, რომელთაც გადაეცათ აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებლივი ჯილდოები, ვინაიდან წელს ღონისძიება ეძღვნება სწორედ პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ხსოვნას, სიმბოლურად კი ის უკავშირდება სულხან-საბა ორბელიანის საქმიანობას. დღეს, როდესაც გლობალურად სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში თქვენი დიპლომატების როლი განსაკუთრებით დიდია. დიპლომატთა ძლიერი კორპუსი, რომელიც იცავს სახელმწიფო ინტერესს, ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი გარანტია. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც იცავს და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. ყველას უმტკიცებს, რომ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მატარებელი ღირსეულიერი ვართ. დღევანდელი ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიონალიზმი და სამშობლოსადმი უპირობო დამოკიდებულება. ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს სწორედ თქვენნაირი პროფესიონალები წარმოადგენენ. დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში. ეს მისია სწორედ თქვენ გაკისრიათ და წამს, რომ პროფესიული სტანდარტების ერთგულებით პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება
დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობის და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების სრული განსაკუთრებულია. გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული და ჩვენ ვართ ამაყი, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპულად და ამაყად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თითოეულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაგეხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საფასუხისმგებლო საქმიანობაში. დიპლომატებს დღეს რომ არაერთ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება, ამაზე საუბრობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრიც და პარლამენტის თავმჯდომარეც, რომლებიც აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რა წვლილი აქვთ მათ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, სტაბილურობისა და განვითარების საქმეში. დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა ძალიან რთულ გამოცდას გადის, საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცით და სიფრთხილით შეიძლება საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გამკლავება. დღესაც გეოპოლიტიკა სწორედ დიპლომატიის დაკნინებას, დიალოგის შესაძლებლობების შეზღუდვას და ძალის ენით საუბარს ლამობს. დღეს დიპლომატების სიმტკიცეს, ერთგულებას და პროფესიონალიზმს განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ღირებულებების და ღირსების დასთვის საქმეში. დეზინფორმაციის ნაკადების საპირწონედ მსოფლიოს ყველა კუთხეში მკაფიოდ, ღირსეულად და პასუხისმგებლობით უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა მშვიდობის და ჩვენი მომავლის ღრმა რწმენის. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ დიპლომატს, რომელსაც მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, შრომით, ერთგულებით და სიმტკიცით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების საქმეში. დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. დიპლომატია გახდა არა მხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი. დღევანდელ კოსმოპოლიტურ, გლობალიზებულ სამყაროში ეროვნულ ინტერესებს ზოგიერთები ანაქრონიზმად, წარსულის გადმონაშთად წარმოგვიჩენენ, რომელთა დაცვაც რეგრესად და ჩამორჩენილობადაც შეიძლება იყოს ასოცირებული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვითარების და დროების მიუხედავად, დიპლომატი იყო, არის და უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან დაინახოს საერთო საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები. ამიტომაც ქვეყნის გარეთ დიპლომატის სახელმწიფოს ინტერესების დამცველია არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების წინაშე, არამედ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაშიც. ნურავინ იფიქრებს, რომ ქართული დიპლომატების მუშაობის სირთულე ვინმეს ან არ ესმის, ან სათანადოდ არ აფასებს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტს სრულად აქვს გააზრებული თქვენი ბრძოლა და სირთულეები. პარლამენტი თქვენს გვერდითაა და აფასებს თქვენ შრომას, ბრძოლას და თავდადებას. ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციებზე. არ უნდა ავყვეთ ყალბ ემოციებს, ან გარე ზეწოლას იმ ხმამაღალი კრიტიკის მიუხედავად, რომელიც შესაძლოა რთულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდეს. დიპლომატია არ არის ყველას დასაკმაყოფილებლად შექმნილი ინსტრუმენტი. მისი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ისეთი ხიდების მშენებლობით, რომლებიც ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფენ. ცერემონიების სასახლეში ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, მათ შორის იყო ევროკავშირის ელჩი. ღონისძიების დასრულების შემდეგ პაվել ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ ის აქ საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა, რათა პატივისცემა გამოეხატა ქართველი დიპლომატების მისამართით.
I was invited by the ვიყავი დაპატიჟებული საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ჩემს კოლეგა ყველა დიპლომატთან ერთად. დავსწრებოდი ღონისძიებას, რომელიც ქართველი დიპლომატების სამსახურს ეძღვნებოდა. მე თავად 30 წელია, რაც დიპლომატი ვარ და ჩემი კარიერის განმავლობაში გავიცანი ბევრი გამოჩენილი, შესანიშნავი, ბრწყინვალე ქართველი დიპლომატი, რომლებიც ყოველთვის მიმართულნი იყვნენ წარმოეჩინათ საქართველო და იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ვწუხვა, რომ ბევრი მათგანი გათავისუფლებულია ან იძულებული იყო გადამდგარიყო. მე აქ მოვედი, რომ ყველა ქართველ დიპლომატს პატივი მივაგო, ვინც საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდა. დამსახურებული დიპლომატების დაჯილდოების პარალელურად ღონისძიებაზე გაიმართა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილი ვიდეოკლიპის პრეზენტაციაც, რომელიც აკაკი ჩხენკელის ხსოვნას და საქმიანობას უკავშირდებოდა. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელს ირაკლი ბერაიას და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვაკო ავალიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ვაკო ავალიანი 2021-25 წლებში მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს. 2012-14 წლებში იკავებდა თავდაცვის მინისტრის მრჩევლის და მოადგილის თანამდებობებს. ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო თავდაცვა და უშიშროების, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოების დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. ლაშა ხუციშვილი პლენარულ სესიაზე წარსდგა და კანონმდებლებს პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში ასახული ციფრები გააცნო. განხილვის შემდეგ დოკუმენტი ბოლო შესწორებებისთვის ისევ მთავრობას გადაეგზავნება. ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება, რომელიც 800 მილიონს აჭარბებს. ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებთან ერთად აქცენტი კეთდება განათლების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებითაც. მინისტრის განცხადებით გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ამიზღავრების 10%-იანი ზრდა. პარლამენტსა მარიამ კოპალეიშვილს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც უფრო დეტალურად გაგვაცნობს, რას ითვალისწინებს მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი. გისმენთ, მარიამ. 30 მილიარდ 290 მილიონ ლარს შეადგენს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა. ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული ჯამური თანხა იქნება გადანაწილებული კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მაგალითად ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მიმართულება. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული უწყების ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 800 მილიონი ლარით, რაც მინისტრის თქმით იძლევა დამატებით იმის შესაძლებლობას, რომ გაზრდილი იყოს პენსიები, ასევე გადაიხედოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ასევე დევნილი მოსახლეობის დახმარების ნაწილი და მათი დახმარებაც იყოს გაზრდილი. აქცენტირებულია ბიუჯეტის პროექტში განათლების მიმართულება და თანხები არის გადანაწილებული იმ მიმართულებით, რომ მაგალითად აშენდეს ახალი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები და განახლდეს ძველი. განსაკუთრებული პრიორიტეტი უკავია თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილს და დღეს მინისტრისგან ჩვენ მოვისმინეთ ისიც, რომ მაგალითად იგეგმება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტში გაწერილია ინფრასტრუქტურული საკითხები, კერძოდ კი საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა. დღეს ლაშა ხუციშვილმა თქვა ისიც, რომ ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 3 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, რაც იძლევა ზემოთ აღნიშნული პროექტების და არა მხოლოდ სხვადასხვა კონკრეტული მიმართულების კიდევ უფრო მეტად განვითარების ახალ შესაძლებლობებს. ჯანდაცვის სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილი არის 800 მილიონი ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიის და 45 ლარით, განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება 594 ლარის ოდენობით.
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 454 ლარის ოდენობით. 2026 წლის ძირითად პარამეტრებზე საუბრის შემდეგ დარბაზში უკვე დაისვა კითხვები, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან. ძირითადი შეკითხვები ფინანსთა მინისტრთან იყო მაგალითად ხელფასების ზრდა, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისთვის, ასევე კითხვები დაისვა კონკრეტულ რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებასთან მიმართებაში და დღევანდელ განხილვაზე გამოჩნდა ისიც, რომ სანამ საკითხი მივა კონკრეტულ მხარდაჭერამდე, დღეს ჩვენ ვიგებთ იმას, რომ მაგალითად ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არ ექნება პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის მხარდაჭერა. სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7 მილიარდ ლარს, ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2.1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. სკოლის ექიმების ხელფასი, აი საერთოდ ხალათი ვისაც აცვიათ ერთი ხალათი და ექიმის პროფესიას ასრულებს, ძალიან დამამცირებელია. და ის მატება, რომელსაც მე ვითხოვდი, რომ მინიმალური რო იყოს სკოლის მასწავლებელთან შედარებით, ეხა იქ ნახტომიცებული იყო და ძალიან კარგი იყო, იქნებ 20%-იანი მატება მაინც ჩავდოთ ამ შემთხვევაში. ასევე სავალალო მდგომარეობა არის სკოლის დამლაგებლების ხელფასთან დაკავშირებით. მაღალმთიან რეგიონში საბავშვო ბაღის პედაგოგების ხელფასები არ შეესაბამება იმ გაზრდას, რომელსაც ითვალისწინებს ზოგადად მთის რეგიონი. იქნებ გითხრათ, გეგმავთ თუ არა ამ კუთხით პედაგოგების ხელფასების გაზრდას და ზოგადად როგორ მიგაჩნიათ ეს საკითხი. საბავშვო ბაღებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ბუნებრივია ერთიანი მიდგომა, როდესაც ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, იზრდება ხელფასები გარკვეული პროცენტული ოდენობით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს დისბალანსი არის საკმაოდ მაღალი რეგიონებს შორის, იცით რომ ეს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდება, ზოგან არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, მაღალი შედარებით მაღალი ხელფასი, ზოგან შედარებით დაბალი. ამიტომ ჩვენ გარდა ამ, ასე ვთქვათ, სტანდარტული ზრდისა ინდივიდუალურად მუნიციპალიტეტებს ვეხმარებით, სადაც ამის, ასე ვთქვათ, გამოსწორება არის საჭირო. ბუნებრივია ვეცდებით, რომ ეს ტემპი კიდევ უფრო დავაჩქაროთ იმ მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში, სადაც შედარებით გაცილებით დაბალია ხელფასების როდენობა საბავშვო ბაღებში და მომდევნო წელიც არ იქნება, ესე ვთქვათ, გამონაკლისი. 2021 წლის იანვარში საარსებო შემწეობას დახმარებას იღებდა 532,000 ადამიანი. დღეს 2025 წლის ოქტომბერში ეს რიცხვი არის 708,000 ადამიანი. ანუ თქვენი მმართველობის ბოლო 4 წელიწადში ქვეყანას 170,000 გაღარიბებული, გაღატაკებული ადამიანი და მოქალაქე შეემატა. მაინტერესებს 170,000 ადამიანი ბოლო 4 წელიწადში გაღარიბდა? თუ კი, მაშინ ეკონომიკური ზრდა რაში გამოიხატება? შეფასების კრიტერიუმი, რომელიც იყო 100,000 ქულამდე, გახდა 120,000 ქულა და ბუნებრივია მოიცვა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე აქამდე იყო. გარდა ამისა, ანუ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა იყო ბავშვების დახმარება ყოველთვიური 200 ლარის ოდენობით, თუმცა მთლიან ბაზარში ისახება არა მხოლოდ კონკრეტული ბავშვი, არამედ მთელი ოჯახი და შესაბამისად რაოდენობრივ ნაწილში ზრდა იყო და გარდა ამისა მეორე გადაწყვეტილება, რომელიც სოციალურ დაუცველებთან მიმართებაში სახელმწიფო მიიღო, იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც იყო სოციალურ დაუცველთა ბაზაში და ის დაიწყებდა მუშაობას, არ მოხდებოდა მისი ამოღება ამ ბაზიდან გარკვეულწილად, რომ სტიმულიც მომხდარიყო ამ ადამიანებისთვის სამუშაოს დაწყების. ბუნებრივია, მანამდე, როდესაც იყო პროგრამა, როდესაც ადამიანი იწყებდა სამუშაოს და ხელფასი უჩნდებოდა მისი ბაზიდან გადამოწმების შემდეგ ხდებოდა ამოღება. აღნიშნულ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ეს შეიცვალა, ეს მიდგომა შეიცვალა, ადამიანი დღეს შეიძლება ხელფასსაც იღებდეს და სოციალურ დაუცველთა ბაზაშიც იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. განხილვის შემდეგ პროექტი კვლავ მთავრობას გადაეგზავნება, ხოლო ამის შემდეგ პარლამენტი ბიუჯეტის 2026 წლის დოკუმენტს და საბოლოო ვერსიას დაამტკიცებს დეკემბრის ბოლოს. მადლობა მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა პარლამენტიდან.
ორმაგ სტანდარტად აფასებს ქართული ოცნება უკრაინაში კორუფციულ სკანდალს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მძიმე პროცესებსა და კორუფციაზე ევროკავშირი თვალს ხუჭავს და ამტკიცებს, რომ ქვეყანა რეკომენდაციებს ასრულებს. უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიაში მასშტაბური კორუფციული სქემა გამოაშკარავა. კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობას ტოვებს ქვეყნის იუსტიციის მინისტრი. ამავე სკანდალში ფიგურირებს ზელენსკის მეგობარი და მისი სტუდიის თანადამფუძნებელი თემურ მინდიჩი, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა. ჩხრეკა ჩატარდა იმ პირების სახლებში, რომლებიც ზელენსკის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ. საუბარია 100 მილიონის მითვისებაზე. ანტიკორუფციული ბიურო აცხადებს, რომ მათ შექმნეს კრიმინალური ორგანიზაცია, აკონტროლებდნენ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის შესყიდვებს და იღებდნენ უკანონო შემოსავალს. ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. ეს არის გარედან მითითებით განხორციელებული დაჭერები და გამოვლენა, ასე ვთქვათ, არის კორუფციული გარიგებებისა. ეს ფული რა გონია თქვენ უკრაინის ეკონომიკიდან წარმოშობილი ფული არის, ფაქტია და ამიტომაც არის სწორედ გარედან დაჭერები, რომ ეს არის ის თანხები, რომელიც უკრაინაში მიდის სავარაუდოდ არის ის თანხებიდან, რომელიც მიდის უკრაინაში დახმარების სახით. ამიტომ აქ არის ორმაგი პრობლემა. ერთი ეს არის, რომ აღმოჩნდა სავარაუდოდ, როდესაც ასეთი მასშტაბის კორუფცია არის, აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვინც ჩართული არის მათ შორის ევროპის მხრიდან თუ გარედან ამ დახმარებებში, იქაც შეიძლება ხალხი გარეული იყოს ამ კორუფციაში და ეს ვერ იქნებოდა ასე მხოლოდ ესეც სამხრივად, ეს ერთი და მეორე აჩვენებს, რომ ის დახმარებები, რომელიც მიედინება უკრაინაში, რამდენიმე პირის გამდიდრებას ემსახურება და არ არის ეს პირველი შემთხვევა. ზოგადად ყველაფერზე ძალიან კარგად საუბრობს ფაქტები, ყველაფერზე ძალიან კარგად საუბრობს დრო და დრო ყოველთვის მიგვიყვანს სიმართლემდე. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის იმ კრიტიკის ღირსი, რომელიც ხშირად ჩვენ გვესმის და ნამდვილად არ დაუმსახურებია ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთგულად მივყვებით იმ გზას, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. კურდობის ფაქტზე პროკურატურამ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ლევან გამრეკელი, პაატა ნოზოძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად 2020-23 წლებში ფარულად დაეუფლა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობაში ადანაშაულებენ და 10 წლამდე პატიმრობა ელით. გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას. რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს საქალაქო სასამართლოში სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლის გივი წულეისკერის პროცესი. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას. წულეისკერის გარდა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსიძის წინააღმდეგაც. გამოძიების ინფორმაციით 3 წლის განმავლობაში წულეისკერმა და მურუსიძემ ფიზიკურ პირებთან უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს. 300-მდე მოქალაქის ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაარიცხეს 12 მილიონამდე ლარი, ნაკისრი ვალდებულებები კი არ შეასრულეს. პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან დაზარალებულებმა განცხადება გააკეთეს. თხოვთ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს ჩვენი პოზიცია, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის გივი წულეისკირისა და დირექტორი გიორგი მურუსიძის პატიმრობაში დატოვებასა და შემდგომ საქმის გამოძიებას გულისხმობს. მიუხედავად არაერთი ჩვენი მცდელობისა მათთან, რომ დაეწყოთ დაზარალებულების დაკმაყოფილება და რეალურად მომხდარიყო თანხების ანაზღაურება, ისინი კვლავ თაღლითური სქემით ცდილობდნენ დავეყოლიებინეთ შეთანხმებაზე. მოვუწოდებთ გამოძიებას იქნას თაღლითური დაჯგუფების სხვა წევრებიც ყისიერად გამოვლენილი და დამნაშავეთა წრე იქნას გაზრდილი. მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რომელიც რეპეტიტორების საქმიანობას ეხება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება კანონმდებლობით და პედაგოგებს უპრობლემოდ შეუძლიათ მოამზადონ მოსწავლეები და აბიტურიენტები.
გარკვეულმა პირებმა არ გაგვკვირდება რომ პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ პირებზე გვაქვს საუბარი. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ამავდროულად საზოგადოების გაღიზიანებისთვის განსაკუთრებით ძალიან პატივსაცემ პირთა წრეს გულისხმობ რა თქმა უნდა და ადამიანებს ესენი არიან პედაგოგების შეცდომაში შესაყვანად მათ ცდილობენ რომ ინფორმაცია გავრცელონ თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი გრძალავს ან რაიმე დამატებითი რეგულაცია არის შემოსული ამ საკითხთან დაკავშირებით სალსახად შეგვიძლია ვთქვათ რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად პედაგოგებს შეუძლიათ რომ თამამად მოამზადონ და თავიანთი ცოდნა გადასცენ ბავშვებს თუ არასრულწლოვნებს ნებისმიერ პირს. უყურებთ კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. ევროინტეგრაციის ფარგლებში მოლდოვის მთავრობა აპირებს დატოვოს DST-ს ფარგლებში წევრ სახელმწიფოებთან დადებული უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება. ინფორმაციას RFA ავრცელებს. ფრანგული საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, კიშინიოვის გადაწყვეტილება შეეხება ტაჯიკეთს და ყირგიზეთს, თუმცა მოლდოვა არ აუქმებს უვიზო რეჟიმს რუსეთთან. გადაწყვეტილების მიზეზად კიშინიოვს და მოსკოვს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმება სახელდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა ღია დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მითვისებული უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით უნივერსიტეტსა და მის რექტორზე დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფაქტებს განიხილავს როგორც ზეწოლას და მცდელობას. დაიფაროს ის უსამართლობა, რასაც 2008 წლებში ეტაპობრივად და გამიზნულად ჰქონდა ადგილი ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და რაც დასრულდა კიდეც მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო გასხვისებით და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიასთვის გადაცემით. ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ქალბატონი გიული ალასანია საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა იმდროინდელი დანაშაულის დაფარვის მიზნით დღეს ცდილობს პირდაპირ თუ ირიბი დარტყმები მიაყენოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ მასწავლებლებს და მოახდინოს უნივერსიტეტის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში. ტექნიკური უნივერსიტეტი უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებისთანავე გამოთქვამდა და ახლაც გამოთქვავს მზადყოფნას ღირსეულად გაუმკლავდეს და კანონიერი გზით მოიგერიოს ის დარტყმები, ზეწოლა და თავისი კანონიერი მოთხოვნის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უხეში მცდელობები, რასაც დაინტერესებული მხარისგან პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში, სოციალურ ქსელებსა და განსაკუთრებით რადიკალურად განწყობილი ტელეკომპანიების ეთერში. გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე და მისი ოჯახი 2001 წლამდე პერიოდში ეწეოდნენ ბიზნეს საქმიანობას და ფლობდნენ სოლიდურ ქონებას. აღნიშნული ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. 2007 წლებში კი უკანონოდ ჩამორთმეული მრავალმილიონიანი ქონების დასაბრუნებლად, რაც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის, დავით გურგენიძემ და მისმა ოჯახმა მრავალგზის შევიწროება დევნა და არაერთი სირთულე გადაიტანეს. დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, როგორც პირადი, თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ. მუხიანის აგარაკებზე საგზაო ინფრასტრუქტურის და სანიაღვრეს სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. თემაზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. მუდანის გამგეობა აწესრიგებს გზას, ასევე 4 ქუჩაზე აწყობს სანიაღვრე კოლექტორს. სამუშაოები სრულდება 2400 მეტრზე, პროექტის ღირებულება კი 3.600.000 ლარია. დედაქალაქის მერის განცხადებით, დასახლებაში ძლიერი წვიმის დროს წყლის ნაკადის გატარება პრობლემაა და ამ საკითხის მოგვარებას ის მოსახლეობას ბოლოს შეხვედრის დროს დაბრუნდა. ადგილობრივმა გამგეობამ პროექტის განხორციელება დაიწყო და ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის გასწვრივ სანიაღვრე კოლექტორს აწყობს. სამუშაოები დაახლოებით 2400 გრძივ მეტრზე განხორციელდება. დაახლოებით 3.600.000 ლარი არის გამოყოფილი აღნიშნული პროექტის ბოლომდე მიყვანისთვის. როგორც აღნიშნე, მუხიანის აგარაკებისთვის ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან კოლექტორი უზრუნველყოფს მოსული უხინალექის ნაკადის მიღებას, გატარებას. პარალელურად კვლავ
აქტიურად გაგრძელდება გზების მოწესრიგება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენ დავპირდით იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომ მთლიანად იქნებოდა ყველაფერი მოწესრიგებული, ეს სამუშაოები მიმდინარეობს. ეტაპობრივად ხდება, ძალიან ბევრი ქუჩაა, ჩიხია, თუმცა კიდევ ასე ვპირდებით, რომ არ დავტოვებთ არც ერთ მოუწესრიგებელ ქუჩას თუ ჩიხს, ყველგან შევალთ და ყველგან ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სოფელ საჩინოს სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა. განხორციელდა სკოლის სრული რეაბილიტაცია. განახლდა სახურავი, ფასადი და შიდა ინფრასტრუქტურა. საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატია. არჩევნები კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-მე სესიის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს როგორც კანდიდატი ფარული კენჭისყრის შედეგად დაასახელეს. პროცედურაში ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უმრავლესობამ ხმა საქართველოს მისცა. კანდიდატებს მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე წარადგენენ, რის მერეც გაიმართება დამტკიცების პროცედურა. საბჭოს აქვს ძალიან ფართე ფუნქციები, დაწყებული გენერალური დირექტორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დანიშვნიდან, შემდგომ მთელი ყველა იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკის განსაზღვრა და უზრუნველყოფა რომ მოხდეს მისი სწორი და დროული იმპლემენტაცია, ბიუჯეტების განხილვა, ყველა იმ გადაუდებელი შემთხვევების სოფლიო დონეზე, გლობალურ დონეზე გადაუდებელი ჯანდაცვისი ხიფათების გააზრება, მათი კოორდინაცია, ასე რომ ფუნქციები საკმაოდ ფართე და ძალიან მნიშვნელოვანია. ხის სხვა სიახლეებს გაიცემთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებად 6-მდე.